გიორგი ტუმასიანი ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრია ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით გიორგი. რას უკავშირებთ თქვენ ამ ინფორმაციის გავრცელებას? თალსახად იპოვეთ თუ არა რაიმე წყარო, რომელსაც დაეფუძნებოდა გავრცელებული ახალი ამბავი. მოგესალმებით სოფო. პირველი სადაც გაჩნდა საერთოდ ამაზე საუბარი, ეს არის ბიზნეს ნიუს პრესი, ანუ ეს სააგენტო, რომელიც ლადო სულაბერიძე არის ავტორი აი ამ სტატიის, სადაც მისი შინაარსი თურმე მე როცა გავარკვიეთ და კოლეგებმა გვითხრეს, არის ტასის სტატიიდან გადათარგმნული, ანუ რუსული ტასის, მაგრამ იმ რუსული ტასის სტატიაში ჯილიზე ნახსენები არ არის. აქ არის ჯილიზე დამატებული. შესაბამისად, ჩვენ გაგვაჩნია ამ შემთხვევაში კონკრეტული სტატია და ადამიანი, მასზე დაყრდნობით მე ამბები ჯიმ და ასევე კვირის პალიტრამ გაავრცელეს უკვე მასზე დაყრდნობით და მე მთავარმა აი ამ არქის პლატფორმამ Facebook-ზე ასევე გაავრცელა და შესაბამისად პრაქტიკულად გამოდის რომ ერთმანეთზე დაყრდნობით ეს ინფორმაცია მაგრამ წყარო არ იძებნება? თავად VPN-ის ეს შინაარსი გამომდინარეობს იქედან რომ 2024 წელს, როდესაც ამაზე იყო საუბარი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში იყო სტრატეგიული პარტნიორობა რომ გაფორმდა იმ დროს ითქვა რომ გვინდა გავააქტიუროთ საზღვის დელიმიტაცია დემარკაცია, იმ დროს სომხურმა ოპოზიციურმა პრორუსულმა მედიამ დაწერა რომ ამ სოფლის გადაცემა იგეგმება და იმ დროსაც უარყეს სომხეთის ხელისუფლებამ. შესაბამისად გარკვეულწილად არის დაყრდნობა იმაზე რომ ეს 2 წლის წინ სომხეთში ოპოზიციურმა მედიამ თქვა, თუმცა რეალურად წყაროს ვერ ვაგნებთ და გაურგებარია საერთოდ ეს საიდან არის მოსული და ის რომ პროვოკაცია არის საბოლოო ჯამში გასაგებია. ამით რადგან წყარო არ იძებნება, თქვენ ახსენებთ რომ თავის დროზე ეს თქვა პრორუსულად განწყობილმა ოპოზიციამ, ეს გიმძაფრებთ თუ არა ეჭვს იმის თაობაზე რომ პროვოკაცია სიტყვა ახსენეთ თქვენ რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთიდან წამოსული პროვოკაციული თემა, რა ინტერესი შეიძლება გქონდეს რუსეთს ამ შემთხვევაში? ანუ სომხეთსა და საქართველოს შორის რაღაც სოფელთან დაკავშირებით ურთიერთობის რაღაცნაირად გამწვავება, იმიტომ რომ მოვიდა ინფორმაცია რომ ვიღაც უბრუნებს საქართველოს რაღაც სოფელს, დღეს გამოვიდა ფაშინიანის პრესპიკერი და ამბობს რომ არაფერს არ უბრუნებთ, ანუ არარსებული საფუძვლიდან თემის წარმოქმნა, ხო? კი ბატონო, აქ მნიშვნელოვანი არის მე ვაკვირდებოდი რა მოხდება სომხურ სივრცეში და მედიაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რო გაჩნდა, წარმოიდგინეთ, ხო გითხარით რომ ეს სომხური ოპოზიციური მედიის წყაროზე დაყრდნობით 2024 წლის მსჯელობაზე, ანუ ფაქტზე არა. სომხურ ოპოზიციურ მედიაში ახლა, რომელიც კგბ-სთან, ანუ რუსეთის სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული და ყოფილ ხელისუფლებასთან პრორუსულ რობერტ ქოჩარიანთან დაშნაკ ცუცუნზე არის საუბარი, ეგრევე გაჩნდა სტატია, რომ ქართული მედიის ცნობით სომხეთი, ანუ ფაშინიანი კონკრეტულად აპირებს სომხეთის მიწის ჩაბარებას საქართველოსთვის. და ეს მისთვის არჩევნების წინ ყარაბაღის თემის შემდგომ დამაზიანებელია, რომ აგერ კიდევ ერთ ქვეყანას აძლევს რაღაც სოფელს, ხო? ამას გულისხმობ. ზუსტად ეგ კონტექსტი არის, წინას არჩევნო ერთი თვე არის არჩევნებამ დარჩენილი. და არიგებს სომხურ მიწებს ახლობით ამ კონტექსტში. მისგან ეს იმიჯი შექმნან და სწორედ ეს თემა პრაქტიკულად იყო ამ მიზნისთვის გამოყენებული. შესაბამისად, იმდენად ეფექტურად სცადეს ამის გამოყენება, რომ აშკარად აქ ჩდება ან შეცდომა აქვს ადგილი, მაგრამ ამ შეცდომაშიც კი არის გარკვეული უცნაურობა, თუმცა შესაძლოა სრულიადად მიზანმიმართული ყოფილიყო ასეთი პროვოკაცია და ის რომ ამ სოფელზე ხო დაბრუნება ის სიტყვა თვითონ ცოტა უცნაურად ჟღერს, იმიტომ რომ ჩვენ ოდესმე გვსმენია ქართულ დისკურსში საერთოდ აი ამ სოფლის შესახებ საკითხი, როგორც თვითონ სოფელი. ჩვენ ვიცით რომ საზღვის დელიმიტაცია დემარკაცია უნდა იყოს, რომლის ფარგლებში იქ არის გარკვეული ტერიტორიები, რომელიც უნდა დაზუსტდეს, მაგრამ თვითონ საზღვის დელიმიტაცია დემარკაცია როგორც წესი დასახლებულ პუნქტებს არ გულისხმობს, არამედ განსაზღვრას იმის რაც არის რუკაზე, სადაც შეიძლება მასშტაბი იყოს ისეთი, რომ პირობითად 100 მეტრი არ იყოს დაფიქსირებული რუკაზე და ადგილზე მხარეები წყვეტენ. შესაბამისად, თუნდაც რაცაც არ უნდა მოიცავდეს ეს დელიმიტაცია დემარკაცია, მოიცავს საზღვრის დაზუსტებას და არა რაიმე სოფლის ან ძეგლის ერთმანეთისთვის გადაცემას. თან ორი მხრივია სომხეთის გადასცემს და საქართველოს გადასცემს, იმიტომ რომ დაზუსტება საზღვრის ზუსტად ეგ არის. შესაბამისად, ასეთ ჭრილში ამის წარმოქმნა, მოლოდინების შექმნა ქართულ საზოგადოებაში, რომ თუ დელიმიტაცია დემარკაციის პროცესი, ესე იგი აი ამ სოფლის სტატუსს არ შეეხება, გამოდის რომ რაღაცა არასწორად მოხდა, უკვე ესეთი მოლოდინი შექმნა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დელიმიტაცია დემარკაციის კომისიის საქმიანობა არის საიდუმლო ორივე მხრიდან. ჩვენ არანაირი საჯარო ინფორმაცია არ გაგვაჩნია საერთოდ ამ სოფელზე მსჯელობა არის თუ არ არის, ეს არის დაყრდნობილი რაღაც ვარაუდებზე გარკვეული გაურკვეველი ადამიანების.
ამიტომ ხომ არ იყო მყისიერი ფაშინიანის პრესპიკერის გამოხმაურება, რომ ამას არაეგურებინა ტალღა ფაშინიანის წინააღმდეგ, რომ ის რაღაცნაირად სომხური მიწების დამრიგებელია აქეთ იგი. Რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაინახეს, რომ ეს უცებ გადავიდა მათ შორის სომხურ მედიაში და ამაზე იქ საკმაოდ აქტიურია დღეს ეს ჰიბრიდული ომის მექანიზმები, პროვოკაციები, ცრუ გარკვეული ინფორმაცია და ეს კიდევ ერთი მორიგი აღმოჩნდა 2-3 დღის წინ სხვა თემები იყო სრულიად ასევე წარმოუდგენელი ქალაქში რაც ბანერები გაჩნდა და ვითომ ფაშინიანის მხარდამჭერების ბანერებია, თუმცა საერთოდ არ იყო და ასე შემდეგ. ანუ აშკარად ჩანს მიზანმიმართული კამპანია ახლა რომ დაუზიანონ ფაშინიანს რეიტინგს ბუნებრივად და ის კლიშე რომელიც თქვენ აღნიშნეთ ყარაბახის ფონის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა შეიძლება ესეც ეფექტურად იყოს. მეორე მხრივ ეს აშკარად იკვეთება რომ შესაძლოა იყოს მიზანი მათ შორის ხელი შეუშალონ საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვის დელიმიტაცია დემარკაციას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების და ამის დაზიანებას შეიძლება კონდეს ასახვა ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე. შესაბამისად ასეთი რიტორიკა და მსჯელობა უპასუხისმგებლო თემების წამოწევამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ამ პროცესს. მეტიც კომისიაზე საჯარო და საინფორმაციო წნეხი გამოდის, იმიტომ რომ კომისია მუშაობს საჯარო პროცესების მიღმა, დოკუმენტებზე და ფაქტებზე დაყრდნობით ორივე მხრიდან. და შესაბამისად, როდესაც ჩდება საჯაროდ სპეკულაციები ამ თემაზე, უკვე იმ კომისიის მუშაობასაც ხელი ეშლება. რაც შეეხება თვითონ საზღვრების დელიმიტაციას, ანუ დადგენას საბოლოოდ ეს მუდმივად იყო პროვოცირების თემა რუსეთის მხრიდან გამოყენებული კონფლიქტების გაღვივებისთვის, დაპირისპირების გაღვივებისთვის და იგივე ჩვენ თუ გავიხსენებთ ამ თემაზე, როგორ კაპიტალიზირდა ქართული ოცნება ქარეჯი საქართველოს თემაზე მაგალითად, ხომ? ეს კიდევ ერთხელაც და რუსეთიდან ჩამოტანილი რუკა რომ ქონდა ამას საფუძვლად, ესეც ძალიან საინტერესოა ამ ჭრილში და ყველაფერს ამბობს ამ პროცესზე და როგორ მიივიწყა არჩევნებიდან მეორე დღესვე ეს თემა და არავის გახსენებია ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს კრემლის პროპაგანდის საფუძველი, რამდენად მარტივად შეიძლება გახდეს და გამოყენებული იქნას საზღვრების თემა. ანუ პროცესი, რომელსაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალყურს, ბოლოს და ბოლოს ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდგომ დადგენა საზღვრების სამ ქვეყნებს შორის და მათ შორის სომხეთის საქართველოსთან. ეს რამდენად აცლის პროვოკაციების საფუძველს რუსეთს და რატომ არ შედის მის ინტერესში ეს რომ ვუთხრათ მაყურებელს? რუსეთს რეალურად ეს რა თქმა უნდა აწყობს, იმიტომ რომ ერთ-ერთი დაპირისპირების პოტენციური კერა შეიძლება იყოს გარკვეული დავები ამასთან დაკავშირებით. აქ ყველაფერი ნათელია, სინამდვილეში საზღვარი არსებობს, ისე როგორც აზერბაიჯანთან, ეს არის ალმა-ათას დეკლარაციის მიხედვით საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის არსებული საზღვრები. საქმე იმაშია, რომ არსებობს რუკები, რომლითაც უნდა განისაზღვროს ზუსტი დელიმიტაცია დემარკაცია. სომხეთს მაგალითად როგორც საქართველოს თურქეთთან, სომხეთს თურქეთთან და ირანთან აქვს ეს დემარკაცია დელიმიტაცია, იმიტომ საბჭოთა საზღვრები იყო იქ და არა აქვს საქართველოსთან და აზერბაიჯანთან. ბუნებრივად, იმიტომ რომ შიდა საზღვრები იყო. აქედან გამომდინარე ამ საკითხის მოგვარება და მე ვიტყოდი ქართულ-სომხური კეთილმეზობლური ურთიერთობების ლოგიკის ფარგლებში ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით პირდაპირაც ვიტყოდი, ამას ვამბობ აქაც ერევანშიც, რომ უნდა მოხდეს მაქსიმალურად ერთმანეთის პატივისცემის და ინტერესების გათვალისწინების ფარგლებში ამ საკითხების მოგვარება, თუმცა აქ ულტიმატუმების წამოყენება, წინაპირობების დაყენება, რომ თურმე ერთი მხარე რაღაცას გადმოსცემს და მეორე მხარე მხოლოდ იღებს, როცა ბუნებრივად ყოველთვის არის ორმხრივი. აი აზერბაიჯანთანაც კი რეალურად უკვე როცა დაიწყო პირველი ეტაპი დემარკაციის დელიმიტაციის, გარკვეულ ნაწილებში აზერბაიჯანმა დაუთმო, გარკვეულ ნაწილებში სომხეთმა. ანუ ეს არის ბუნებრივი ნაწილი. ამიტომ ამის ქართული საზოგადოებისთვისაც ჩვენება, რომ გარკვეულწილად ეს ცალმხრივი პროცესი არის, ან კონკრეტულ რაღაც წინაპირობას და მოთხოვნას მოიცავს, ან დასახლებულ პუნქტს, ხო ეს არის ძალიან მავნე საბოლოო ჯამში. შეიძლება გაზარდოს რისკები, შთაბეჭდილება და შეიძლება მანიპულაციის საგანი გახდეს. მე დღე ერთ-ერთ ჩემს შეფასებაში ვთქვი, რომ იმედი მაქვს ეს არ არის დავით გარეჯის სცენარი. გონიათ რომ შეიძლება იყოს? იმედი მაქვს რომ არ არის, იმიტომ რომ თუ აქეთკენ მიდის რომ იქ გარკვეული, ანუ ეს გასარკვევია კიდევ ერთხელ ეს კომისიის მსჯელობის საგანია, მაგრამ იმ კომისიაში ეს საკითხი საჯაროდ რო გაჩნდა, არსებობს თუ არ არსებობს და თუ არსებობს. ანუ ხომ არ ჩამოიტანს ხიდაშელი კიდევ ერთ რუკას კრემლიდან? არ ვიცი, იმიტომ რომ თუ იქ რა მსჯელობაც არის, ეს კონკრეტულად დასახლებული პუნქტი, თუ მასზეა საუბარი, იმიტომ შეიძლება იგულისხმება მიმდებარე ტერიტორია, არ ვიცით, მაგრამ
მაგრამ კილომეტრ 200 მეტრშია საზღვრიდან, რომელიც Google Maps-ზე ნაჩვენებია და არის დაახლოებით ეს საბჭოთა საზღვრები. შესაბამისად, გასარკვევია ეს საკითხი და სულ მცირე, აი მარტივი მაგალითი, ქართულ მხარეს არასდროს არ გაუკეთებია ამაზე ოფიციალური განცხადება, ჩვენ არ ვიცით, არსებობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში ეს დასახლებული პუნქტი თუ არ არსებობს. შესაბამისად, ესეთი პროვოკაციული შინაარსის გამოჩენა შეიძლება იყოს საზიანო ყველასთვის საბოლოო ჯამში და ის რომ ქართული მხარე საგარეო აი დღესაც ველოდებოდი მე და ასევე ბევრი კოლეგა ამ სფეროდან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებას. იქნებ განმარტება გააკეთოთ, კი ბატონო, რადგან ქართულ მედია სივრცეში გამოჩნდა, ანუ არსებობს ესეთი საკითხი, თუ არ არსებობს. იმიტომ თუ არსებობს, პრობლემა სულიად სხვა ხასიათის არის და კიდევ ერთი კითხვა ჩდება, სოფო. 35 წელია მაშინ ამაზე საუბარი რატო არ ყოფილა თუ დასახლებულ პუნქტზეა საუბარი და არა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეგეთ ტერიტორია შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ დასახლებულ პუნქტზე მე პირადად არაფერი მსმენია და მგონი ძალიან ბევრს კი არა და ყველას. შესაბამისად, ამაზე ქართული ოცნების პასუხისმგებლობა დიდია, იმიტომ რომ საჯაროდ უკვე იმდენად ეს გავრცელდა და ხედავთ იქ გარკვეული ნარატივები, რომ ამან შეიძლება იქონიოს ზიანი საბოლოო ჯამში ამ პროცესისთვის. კი ბატონო, და ამ თემის გამკლავების გარდა ძალიან ბევრი თემის გამკლავება უწევს წინა საარჩევნოდ ფაშინიანს. ჩვენ ვხედავთ დაკავებებს, ქრთამის პირდაპირ მოსყიდვის ცდელობას, ამომრჩევლის, ანუ რუსული პროპაგანდა და ფული ერთდროულად ძალიან აქტიურად მუშაობს, როგორც ვაგვირდებით აქეთ. კი ბატონო, სამველ კარაპეტიანის რუსი ოლიგარქის გუნდის წევრი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ყოფილი სამხედრო დააკავეს და კიდევ რამდენიმე პირი, ეს უკვე ალბათ 20-ს გაცდა საბოლოო ჯამში რამდენი ადამიანი დაკავებული ამ პარტიიდან ქრთამის მიცემის გამო. ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს რუსეთმა აკრძალა სომხური მინერალური წყლის იმპორტი რუსეთში, რაც არის სერიოზული დარწმა, მგონი თქვენ ეთერშიც მithქვამს ერთხელ, რომ ვიღაც მოწამლული იპოვეს, 2 წლის წინანდელი მოწამლა არის და ეხლა გაამოქმედეს, ეს არის კლასიკური ის, რაც საქართველოს დიახ, ღვინის შემთხვევაში სატვირთო მიგრირებით რომ გამოყარეს საქართველოს მომხმარებლად. აშკარად ფაშინიანის წინააღმდეგ ეს თემა ლობირდება, ეხლა 4 მაისი გეგმება ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი ერევანში, რომელზეც როგორც ჩანს მოწვევა არის და აპირებს პრეზიდენტი ზელენსკი ჩასვლას და ამასთან დაკავშირებით უკვე აჟიოტაჟია პრორუსულ სეგმენტში და რუსეთშიც და შესაძლოა ესეც გამოიყენონ მათ შორის საკუთარი პროპაგანდისთვის, ის ცნობილი პროპაგანდა, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია. რომ ომის ჩათრევა ანტირუსული რაღაც კოალიციის ნაწილი და ასე შემდეგ. ალიევთან რო ჩავიდა ზელენსკი, იგივე ლოგიკა იყო დაახლოებით, ეხლა ბუნებრივად ჩავა იქაც ფაშინიანთან და ეს არის და შესაბამისად გასაგებია ხო, ძირითადი ლოგიკა რუსეთის ნარატივი თუ გინდათ გაიგოთ, ქართული ოცნების ნარატივს მოусმინეთ და საზოგადოებას ვეუბნებით და ძალიან მარტივად გასაგები იქნება ანტიევროკავშირის განცხადებები რაც არის, მაშინ როდესაც სომხეთი მასპინძლობს ეხლა პარალელურად ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტთან სომხეთ ევროკავშირის პირველი სამიტი ისტორიაში. ეს არის უზარმაზარი გარღვევა, კიდევ ერთი დასტური, რომ მშვიდობა, ევროინტეგრაცია, ამერიკასთან პარტნიორობა პარალელური პროცესებია და აგერ აზერბაიჯანთან და თურქეთთან დღეს იყო ყარსში შეხვედრა სომხეთის და თურქეთის წარმომადგენლების გიუმრი კარსის რკინიგზის გახსნის მიმართულებით. ამერიკის საელჩომ დაწერა ამაზე სომხეთში, რომ ამერიკის შუამავლობით მოხდა ეს. კიდევ ერთი დასტურია, ამერიკა რამდენად, ესე იგი, მშვიდობას და კეთილდღეობას ხელს უწყობს და რომ აცდენილი ვართ ამ რეალობიდან, ამის მიღმა ვართ საერთოდ დარჩენილი, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ტრაგედიაა. კი ბატონო, და იქ ეს სამიტი იმართება სომხეთ ევროკავშირის პირველი სამიტი და საქართველოში ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ევროკავშირის ელჩის დაბარებას საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა განმარტებებით, მეორე დღეს კი მის წინააღმდეგ გაშავების კამპანიის მცდელობას პარლამენტის ტრიბუნიდან. ეს არის ორი რეალობა ერთ რეგიონში. კი ბატონო, ზუსტად და ეს სამიტი ზოგადად რეგიონალურ პროცესს გულისხმობს, ანუ კავკასიაში მოდის ევროკავშირი პირდაპირ გაგებით ყველაზე ძლიერი ლიდერების ფონზე, მათ შორის ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტით ჩამოდის სომხეთში და სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის გაფორმებას გეგმავს. ამის ფონზე ევროკავშირის ელჩის დაბარება, ევროკავშირის ლანძღვა, რასაც ჩვენ ხედავთ პოლიტიკური გაგებით, ირანის ელჩი რო ვერ დაიბარეს, აი იმ ქართული ოცნებისგან ევროკავშირის ელჩის დაბარება, რომელმაც პრაქტიკულად რა გვითხრა, რომ ასეთი ტემპით თქვენ დაბრუნდებით საკუთარ ბნელ წარსულში, გულისხმობდა საბჭოთა კავშირის პერიოდი, ანუ როდესაც ტოტალიტარული სისტემა იყო საქართველოში, ავტორიტარიზმი და დიქტატურა. დღეს როდესაც ჩვენ ხედავთ ჩინეთის ინტერნეტის ცენზორი ჩამოდის საქართველოში, ჩინეთში კომუნისტური პარტია მართავს, ესეც კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია. უკაცრავად და კომუნისტური პარტიის მოდელის გადმოღებას თუ ვაპირებთ, ამ ქვეყანაში ბნელი წლები კომუნისტური პარტიის მმართველობა არ იყო, რა მნიშვნელობა არის ეს კომუნისტური პარტია მარტო მოსკოვიდან და რუსული არის თუ დღეს რუსეთ-ჩინეთის ალიანსის კონტექსტში არის?
კი ბატონო და თუ საქართველოს, აი თქვენ ახსენეთ დღეს ახლა რკინიგზის თემაც, თუ საქართველოს ვერ დაეწია მატარებელს, რომელიც ჩქარი ტემპით, როგორც ჩანს, მიდის დასავლეთისკენ, დასავლეთ ევროკავშირის გაფართოებისკენ, ასე შემდგომ და რუსეთმა მოახერხა აქ ისეთი დაბრკოლების შექმნა, რომ საქართველოს ვერ გახდა ამ პროცესის ნაწილი, რა პერსპექტივა აქვს ჩვენს ქვეყანას ამ შემთხვევაში, ამ მოცემულობით რეგიონში? დასავლეთი ძალიან ისე ვთქვათ კონკრეტული გეგმებით, პროგრამებით რეალიზებული შეერთებული შტატები, ევროკავშირი, სომხეთსა და აზერბაიჯანში. აქ ვიზიტად ჩამოსული სხვათა შორის ალიევიც და ფაშინიანიც გასაგებია რა იყო საჯაროდ მათი დისკუსიის, ასე ვთქვათ, ფრაზები, მაგრამ ასევე სავარაუდოა, რაზე იყო დახურულ გარსმიღმა საუბარი. რა სჭირდებათ ამ ლიდერებს დღეს საქართველოსგან, თქვენი აზრით? ალიევისთვის პრინციპში ტრიპის პროექტი იმიტომაც არის საინტერესო, რომ დღეს ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოს რაც არ უნდა კარგი ურთიერთობები კონდეთ პარტიებს და ლიდერებს, მაინც რუსული გავლენის ქვეშ არის. და ის რომ აზერბაიჯანელსაც რაღაც პრობლემები ჰქონდა აქ ტვირთებთან დაკავშირებით და ამაზე მთელი აჟიოტაჟი იყო, ეს დასტურია. სომხეთისთვისაც ზუსტად ეს არის, ანუ დღეს საქართველოს აღქმულია როგორც ჰიბრიდული, ასე ვთქვათ, მექანიზმი გარკვეულწილად რეგიონში რუსეთის ინტერესების გატარების. და შესაბამისად ალიევსაც და ფაშინიანსაც ჭირდება ტრიპის პროექტის განხორციელება, ამ თანამშრომლობის ჩამოყალიბება და ამ პროცესში ჩვენ რაც ვხედავთ, რომ ორივემ შეთანხმდა იმაზე, რომ იქ იქნება ამერიკა, სომხური ოპოზიცია პრორუსული პირდაპირ რუსეთის აგენტურა ამბობს, რომ მარტო ტრიპში ამერიკა არ უნდა იყოს და უნდა მოვიწვიოთ რუსეთი, ჩინეთი და ირანი და ჩვენ აქ რაც ვხედავთ, ქართული ოცნების წარმომადგენლები ჩადიან ჩინეთში და ანაკლიის პროექტს განიხილავენ. ანუ სავარაუდოდ ლოგიკა არის ის, რომ ამერიკა ახორციელებს სწორედ იმ ნაწილის შუა დერეფნის პროექტის განხორციელებას და ქართული ოცნება ცდილობს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ჩაბარებას პრაქტიკულად რუსეთ-ჩინეთის ალიანსისთვის, იმიტომ რომ როცა ვამბობთ ჩინეთს, ეს არ არის მარტო ეკონომიკა, ეს არის პოლიტიკური მოკავშირეობა რუსეთთან. რეალობა არის დღევანდელი. შესაბამისად, ის რომ ჩვენ გადავუხვიეთ ამას, ხელიდან ვუშვებთ რეალურ შანსს, რომ ტრიპის პროექტში ჩვენს ჩავერთოთ და ამერიკელებისგან არის ეს შემოთავაზება დანამდვილებით გეუბნებით, რომ საქართველოს გახდეს ტრიპის პროექტის ფარგლებში და აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, თურქეთი, ანუ 4-ვე ეს ქვეყანა ტრიპის პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებდეს. თან უნიკალური საქართველოს როლით საკუთარი ზღვაზე გასასვლელით. შესაბამისად, ჩვენ ეს შესაძლებლობა გაგვაჩნია, მაგრამ ამისთვის გვჭირდება ჯერ საქართველოს ინტერესების გატარება და არა ჯერ რუსეთის და ჯერ ჩინეთის და ამისთვის გვჭირდება, რა თქმა უნდა, პრორუსული ხელისუფლების ცვლილება და ეროვნული ძალების მოსვლა, რომლებიც ჩვენ დასავლელ მოკავშირეებთან ერთად ააშენებენ ისეთ სისტემას მმართველობის, რომელიც საბოლოო ჯამში აქტუალურობასაც გაზრდის საქართველოს და გეოპოლიტიკურ წონას. კი ბატონო, დიდი მადლობა გიორგი ტუმასიანს უსმენთ. დიდი მადლობა.